ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ კვება, კვებითი აშლილობა, ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული ფსიქოლოგიური პრობლემა შეიძლება გვეჩვენოს, მაგრამ მას თავისი გადაჭრის გზები თავისთავად აქვს. ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ჩვენი სტუმარი დაგვეხმარება, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიყოს კვებითმა აშლილობამ, დარღვევებმა ამ ყველაფერზე. სასაუბროდ შემოგვიერთდა ფსიქოლოგი ბატონი ზაზა ვარდიაშვილი. დილამშვიდობის ბატონ ზაზა, მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. პირველ რიგში კვებითი აშლილობა განმარტოთ რას ნიშნავს და რას გულისხმობს ალბათ უფრო სწორია, იმიტომ რომ ჩვენ გვისაუბრე არაერთხელ ცხადია ამ თემაზე, მაგრამ შესაძლოა ისეთი გვისმენს რომ კარგი ტერმინი არ იცის რას ნიშნავს, იმიტომ რომ თავისი მიმართულებები აქვს. პირველ რიგში კვებითი აშლილობა უკავშირდება მდგომარეობას, ანუ არის მდგომარეობები, როდესაც დარღვეულია საკვების მიღება რაოდენობრივად, ფორმით, გადანაწილებით. ანუ რა მოიაზრება კვებით აშლილობად, ეს არის საყოველთაოდ გავრცელებული ასეთი სასაუბრო თემები, ანორექსია, ასევე არის ბულემია, არის გაცხიმოვნება და არის პიკა. პიკა არის გაუკუღმართება საკვების მიღების, ანუ საკვებად არ გამოყენებადი ნივთების მიღება. თავდაპირველად ალბათ ის უნდა განსაზღვროთ ბატონ ზაზა თუ რას ნიშნავს კონკრეტულად კვებითი აშლილობა არასწორი კვებისგან, იმიტომ რომ ზოგ შეიძლება აერიოს ეს ყველაფერი ერთმანეთში და როგორ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და რა გამოვლენები აქვს ასევე ამ კვებით აშლილობას და რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ. ცით რა არის შედეგები საკმაოდ ცუდია 4-ვე შემთხვევაში. აქ სხვადასხვა სპექტრი, ძირითადად რაც შეეხება პიკას, ეს უფრო არის მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი, საკვებად იღებენ საღებავებს და სხვადასხვა მიწა, ცარცი და ასე შემდეგ. თუმცა ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს სტრესით და სტრესული მდგომარეობებით. რაც შეეხება თვითონ ანორექსია, ბულემია, ანორექსია არის საკვების არ მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რასაც აუცილებლად უნდა ახლდეს თან წონის მნიშვნელოვანი კვება, ან შესაძლებელია საკვების მიღება განთავისუფლებით, ანუ ეს შეიძლება იყოს ყებინებები, რომელსაც სპეციალურად იწვევს, შესაძლებელია იყოს გამოწვეული სხვადასხვა საშუალებების მიღება, საფაღარატო საშუალებების მიღება და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ანორექსიის დროს ადამიანი მინიმალურ წონას არ აღიარებს, ანუ მას სულ უფრო და უფრო ნაკლები წონა უნდა რომ ჰქონდეს. რაც შეეხება ბულემიას, ეს არის დიდი რაოდენობით საკვების მიღება, რასაც შეიძლება თან ახლდეს ღებინება, თუმცა სავალდებულო არ არის. ასაკობრივად ანორექსია და ბულემია სხვადასხვა ასაკში გვხდება. ბულემიას ბევრ შემთხვევაში თან ახლავს წონის მატება. რაც შეეხება თვითონ გაცხიმოვნებას, ეს 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ეს არის დიდი რაოდენობით საკვების მიღება, წონის მნიშვნელოვანი მატებით. ეს ყველაფერი, ანუ რაც ახლა ჩვენ საუბრობთ, საკვების მიღება ან არ მიღება, ხომ ზოგმა შეიძლება გაიგოს, რომ სხეულის კორექციიდან გამომდინარე, ყველას უნდა რომ ლამაზი სხეული ჰქონდეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ოცმედია ესე აჭრილებული არის, თქვათ ხო, სხვა საშუალებებით, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ლამაზი ფორმები და სხეული მიიღოს, ასე ვთქვათ, ხომ? ეს ყველაფერი რამდენად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, რამდენად აზიანებს ფსიქოლოგიურად ადამიანს, მით უმეტეს მოზარდები აქტიურად არიან მომხმარებლები სხვადასხვა სოციალურ საშუალებებისა და მათი კუთხითაც ძალიან საინტერესო იქნება, რომ მშობლებისთვის იყოს გარკვეული გზავნილი, რას მიაქციონ ყურადღება და რამდენად შესამჩნევი არის მშობლისთვის აშლილობა ხომ არ აქვს კვებითი თვალსაზრისით და რა ფსიქოლოგიურ პრობლემებთან შეიძლება ჰქონდეს ამ დროს შეხება მშობელს, რაც უკვე გამოვლინდება ამ კვებით დარღვევებში. არის აი თუ საუბრობთ ჩვენ ანორექსიასთან დაკავშირებით, ეს ძირითადად უფრო თინეიჯერებში გვხდება, ძირითადად არის გოგონებში, თუმცა ბიჭებში შეიძლება აღინიშნოს
რა განაპირობებს აღნიშნულს. ბევრი თეორია, თუმცა დღესდღეობით არ ვიცით კონკრეტულად გამომწვევი მიზეზი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორია, რასაც ბევრი ეყრდნობა, არის ის, რომ გოგონას აქვს პროტესტი საკუთარი სხეულის ცვლილებასთან დაკავშირებით, დასთან დაკავშირებით და არა წონასთან დაკავშირებით. ამიტომ ის ქვეცნობიერად ცდილობს ბავშვობაში დარჩენას და ამიტომ არ იღებს საკვებს, რათა ისევ შეინარჩუნოს ისეთი სხეული, როგორიც იყო. ეს ხდება ძირითადად იმ ბავშვებში, რომლებიც შედარებით კარგ გარემოში იზრდებიან. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც თვითონ სოციუმი და გარემო იწვევს ამას. აი, მქონია პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც ცეკვის მასწავლებელმა ან სპორტის მასწავლებელმა ხანგრძლივი აქცენტები გაუკეთეს, ან მშობლები უკეთებდნენ აქცენტს, რომ რატომ მოიმატე წონა, არ ვარგა, არ გიხდება ასე შემდეგ და ბავშვის ფსიქიკა ისეთია, რომ შეიძლება რაღაცას ჩაეჭიდოს, ის არის პროგრამირებული იმაზე, რომ მშობელს მოაწონოს თავი, მასწავლებელს მოაწონოს თავი და იწყება უკვე ეს არასასურველი ჯაჭვი და იქ უკვე მერე მინიმუმის შეცნობა იკარგება. თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა თქვენს პრაქტიკებში ან თუ გსმენიათ, რომ დაუშვათ მშობელს ან ორივეს აქვს ერთგვარი დარღვევა და ეს ავტომატურად გადადის შვილზე ბავშვი, იმიტომ რომ როცა ხედავს, რომ დაუშვათ ეს გაუთავ ან ჭარბი წონა და მუდმივი ჭამა ამ პირიქით და ეს თითქოს მოქმედებს და შვილიც შესაბამისად გვინდა არ გინდა ეხება ამ გარემოში. ცით რა არის აღნიშნულ თემებზეც ბევრი საუბარი მიდის. ჩვენ ადამიანებს გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ, პიკწონა, ანუ რაღაცა წონის ერთეული, რაც როგორც ბევრი ფიქრობს, გენეტიკურად არის დეტერმინირებული და აი ამ წონის მატარებლები უნდა ვიყოთ. ხა, იქ გადახრა ნებისმიერ მხარეს უკვე იწვევს შინაგან დისკომფორტს და შესაბამისად მცდელობები, რომ დაუბრუნდეს ორგანიზმი აღნიშნულს. ხა, თვითონ რაც შეეხება ეს წონაზე აქცენტები, ესეც სუფთა სოციალურად განპირობებულია, იმიტომ რომ დედამიწაზე არის კულტურები, სადაც კარგ წონად ითვლება პირიქით, ხო, მაღალი წონის მატარებლები და არა პირიქით გამხდარი, ხო. ხლა აღნიშნულის ცვლილებაში ბევრს ეძებენ სოციოლოგებიც, ფილოსოფებიც, ფსიქოლოგებიც, იმიტომ რომ ეს ყველაფერი წამოვიდა გარკვეული პერიოდი, ანუ 60-იანების ბოლოს გაჩნდა ეგრეთ წოდებული ბარბის კულტურა, სადაც მთავარი აქცენტი სიგამხრეზეა, თორემ მანამდე ფილმებშიც და სხვაგანაც არ იყო ეს, ხო, აი ასეთი აქცენტაცია აღნიშნულზე. შესაძლებელია კაცობრიობის და ადამიანების გემოვნება ისევ შეიცვალოს და სულ სხვა სტანდარტები მივიღოთ, ხო. თუმცა ანორექსიასთან და ბულიმიასთან აღნიშნულს ჩვენ ვერ დავაკავშირებთ. აი კონკრეტული შემთხვევები შეიძლება ვერ მოვიყვანოთ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველა ადამიანის მდგომარეობა ფსიქოლოგიური აბსოლუტურად ინდივიდუალური არის და შესაბამისად ყველასში რაღაცა პრობლემა იჩენს თავს, რაც შემდგომ ამ ფორმით ვლინდება, ხომ და ეს ალბათ რთული სათქმელი იქნება, რომ აი კონკრეტულად მაგალითად რაღაცა ვთქვათ, სამსახურში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე ან ოჯახში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე ხდება, რა თქმა უნდა რთული ამ ყველაფრის ესე სახელწოდება ასე ვთქვათ, რომ რის გამო შეიძლება განვითარდეს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი საკითხიც ბატონ ზაზა, რომ ადამიანი ორ უკიდურებასობაში ვარდება ხოლმე, როდესაც რაღაც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, შინაგანი ღელვა, ან საერთოდ არ იკარება საკვებს, ან პირიქით იმ რაოდენობით იღებს, რომ შეიძლება საერთოდაც ვერ ხვდებოდეს თვითონ თუ რა რაოდენობის მიიღო, შეიძლება გარშე თვალისთვის ეს წარმოუდგენელი იყოს, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ადამიანმა თავის ორგანიზმში და კუჩი მოათავსოს, მაგრამ ამ დროს ის ადამიანი საერთოდ არ ფიქრობს ამაზე, თუ რა რაოდენობის საკვები მიიღო. აი ამ დროს რა პრობლემასთან შეიძლება გქონდეს და როგორ შეიძლება ამის მართვა. ცითრა ეს არის უკვე თვითონ სტრესი და სტრესის გავლენა. სტრესს ახასიათებს რაღაცა ჩვენ ადამიანები ვიმყოფებით. სტრესი გვახასიათებს სტრესი გარკვეულ სიტუაციაში და გვახასიათებს ქრონიკული სტრესი. აი აქ არის განსხვავება. სტრესის პირობებში, როდესაც გამოიყოფა კორტიზოლი დიდი რაოდენობით და ჩართულია ეგრეთ წოდებული ბრძოლა გაქცევის სისტემა, იქ საკვებზე არ ვფიქრობთ, ამ დროს მადას კარგავთ საკვები, არ გვინდება და
ამ დროს ხდება ესეთი მნიშვნელოვანი შემცირება ადამიანის თავს ძალას ატანს რომ საკვები მიიღოს და ასე შემდეგ, ხო? ნუ მთელი რიგი ქიმიური ძვრები ხდება მის ორგანიზმში. მეორე განსხვავებული მომენტია ქრონიკული სტრესი. ქრონიკული სტრესის დროს ადამიანი ცდილობს რომ მისგან დამოუკიდებლად ქვეცნობიერად რომ სეროტონინის მარაგები შეივსოს. სეროტონინის მარაგების შევსებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიურად ჩვენ როგორ ვივსებდით ხილი, ტკბილი, ცომეული და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ აი ამ მდგომარეობაში ქრონიკული სტრესის დროს ბევრი ადამიანი აფიქსირებს რომ მან აქვს გაძლიერებული უნდა ტკბილი ამშვიდებს და აი ამ მიმართულებით მიდის. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეს ქრონიკული სტრესის განეიტრალება შევძლოთ, რათა არ მოხდეს ეს ყოველივე და სხვათა შორის წონის მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს ქრონიკულ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა ადამიანების. და ალბათ ჯანსაღი ცხოვრების წესიც ეხმარება ამ ყველაფერში, რომ ამ პრობლემას გავუკლავდეს. ხო, აი როგორ ხდება, ვთქვათ, ანუ რა დროს უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს, როდის ხდება ფსიქოლოგიის ჩართვა, არის თუ არა ეს კომპლექსური საკითხი, ვთქვათ, ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით და ასე შემდგომ სხვადასხვა მიმართულებიც სამედიცინო თვალსაზრისით ეს საინტერესო არის, როგორ უნდა ვებრძოლოთ და შესაბამისად მერე უკვე, როდესაც დავამარცხებთ ამ არასასურველ მდგომარეობას ჩვენს ემოციურ მდგომარეობაში, ჩვენს ფიზიკურ გამოხატულებაში, შემდგომ როგორ ხდება ამ ყველაფრის შენარჩუნება და გამკლავება. ცით რა არის ხა ჩვენ ბუნებრივად ადამიანები ვიბადებოდით და ვიზრდებოდით იმისთვის, რომ გარკვეული ფიზიკური აქტივობები შეგვესრულებინა. შესაბამისად, ეპოქების განმავლობაში იყო ის, რომ იშვიათობა იყო მაღალი წონის მქონე ადამიანი. რაც შეეხება თვითონ მიმართვებთან დაკავშირებით, თუ საქმე გვაქვს ანორექსიასთან, ან ბულიმიასთან, რა თქმა უნდა, აქ უპირობოდ უნდა მოხდეს სამედიცინო ჩარევა, სადაც ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ასრულებს მთავარ როლს. თუ არის სტრესული მდგომარეობა და სტრესის გამო ძვრები ხო წონასთან დაკავშირებით, აქაც კომპლექსური მუშაობა ენდოკრინოლოგის, ნუტრიციოლოგები ძირითადად ვინც არიან წამყვანები და რა თქმა უნდა ფსიქოლოგის ჩართულობაც. რაც შეეხება თვითონ დალაგებას ამ ყველაფრის, ჩვენ ადამიანები ვართ პრაქტიკულად სრულყოფილი არსებები, რომლებსაც გვაქვს სიგნალები ჩვენივე სხეულიდან. ჩვენ, როდესაც მაგალითად გვინდა მოგვენატრათ თევზის ჭამა ან ხორცის ჭამა, ჩვენ კონკრეტული საკვები კი არ მოგვენატრა ის ნივთიერებები, რაც მასშია და რასაც ვიღებთ აღნიშნულიდან, ხო. ამიტომ საკუთარი სხეულის მოსმენა, საკუთარი სხეულის მოსმენა და ბუნებრივი რაც არის აი ამ ფიზიკური აქტივობა, ხო. ამიტომ რომ წონის მატებას იწვევს დახარჯულ და მიღებულ კალორიებს შორის დიდი განსხვავება. არის სწორედ დარღვევის საიმ ჩვენ ვსაუბრობთ კვებით საშუალებაზე დარღვევაზე ერთ-ერთი გამოვლენებაც აი მუდმივად წონის კონტროლი და უშუალოდ ყოველდღიურად ყოველ საღამოს რამე მივიღეთ თუ გვაკონტროლებთ რამდენი ხوار მომემატე აი დღეს ამდენი თუ ოდნავ გადამიცდა ესე იგი პრობლემაა ხვალ აღარ შეჭამა მის გამო ეს არის თუ არა ერთ-ერთი ამ კომპლექსური ეს არის ნებისმიერ რაღაცაზე ზედმეტი აქცენტების გაკეთება ხო უკვე პრობლემაა თვითონ ანორექსიასაც ახასიათებს აღნიშნული ხა საინტერესოა როგორი რაღაც ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა ეს მაიერს აქვს მოყვანილი ეს ექსპერიმენტი რომ ქალებს აჩვენებდნენ სილუეტებს სხვადასხვა წონის ადამიანების და ეუბნებოდნენ რომ რომელს მიაკუთვნებთ თავს საინტერესო იყო რომ ყველა 1-2 საფეხურით დიდად აღიქვავდა საკუთარ თავს ხო ნუ ესეც ადამიანებს აქვთ ეს ხო საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება თქვენ ახსენეთ დასაწყისშივე ეს ანორექსია, ბულიმია, პიკად ახსენეთ ხომ პიკა რომელიც გარკვეულ რაღაც მიწის, სარცის და ასე შემდგომ ჭამას გულისხმობს ხო. აი ეს არის ძალიან საინტერესო. აი სწორედ ბავშვობასთან დაკავშირებით მაინტერესებს რომ ძირთად უფრო ბავშვები ჭამენ ხოლმე სკოლაში განსაკუთრებით სარცებს და ასე შემდგომ და თითქოს ასე ამბობდნენ ხოლმე რომ კალცი აკლია და ასე შემდეგ. აი რა პრობლემებზეც ვიცი ეს
ქაღალდებსაც ჭამენ, მეც ფერძემებსაც უყვართ. გაზეთებსაც და ასე შემდგომ არის ასეთი გამოვლინებებიც. რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე რეალურად ყალსთან არანაირად არ უკავშირდება ეს რაიმე დეფიციტს, ეს არის როგორი მომენტებიც უკავშირდება ერთი ან სტრესულ მდგომარეობას, ან რაიმე დეპრივაციულ მდგომარეობას, ანუ ვერ ასრულებს, იმას ვერ მოქმედებს ისე, როგორც მას უნდა. და აი ამ დროს ხდება აღნიშნული. მადლობა, ძალიან დიდი საინტერესო იყო და ჩვენ კიდევ ერთხელ აღნიშნავ რა ერთხელ გვისაუბრეთ და მოგვიწევს ხოლმე ალბათ, იმიტომ რომ ესეთი აქტუალური თემაა, ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი გვისაუბრებოდა.